დღეს ჩვენთან იმყოფებიან სტუმრები საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან დააჯილდოეს მუნიციპალიტეტი, გადმოგცეს საჩუქარი, რათა კალათბურთის სასწავლო პროცესი უფრო ხელსაყრელი და დაყოფიერი იყოს ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდებისათვის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ხარაგაულის სპორტის ცენტრი, რომელიც სპორტული მიმართულებით საქმიანობს, მადლობას უხდის კალათბურთის ფედერაციას და გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას, რომ მომავალში აქტიურად ითანამშრომლებს, რათა უფრო მეტი შედეგები ჰქონდეს. ჩვენ ვართ ხარაგაულის გოგონათა კალათბურთის გუნდი. დღეს მივიღეთ საჩუქრად ტაბლოები და კიდევ მრავალი საჩუქრები. უფრო მეტი мотиваცია გვაქვს ვარჯიშის თამაშების და მადლობას ვუხდით საქართველოს ფედერაციას. ლეოაფ აკადემია ერთი წელია რაც ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მეტად და მეტად განვითარდეთ და უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ჯანსაღ ცხოვრებაში. კალათბურთის ფედერაციის დახმარებით და ასევე FIBA-ს პროგრამის ფარგლებში დღეს ჩვენ გადმოგვეცა ტაბლო და ამის შემდეგ ჩვენ უფრო მეტად ეტაპობრივად მივდივართ იქითკენ რომ მეტი და მეტი მატჩი ჩავატაროთ ჩვენს დარბაზში, უფრო და უფრო მეტი ხალხი მოვიწვიოთ, ესე ვთქვათ და მაქსიმალურად მზად ვართ იმისთვის რომ ბევრი ჯუნიორი იქნება ეს თუ უფრო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები მოვიდნენ ჩვენთან, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს მიერ ჩატარებულ ტურნირებში და ასე ვთქვათ უფრო მეტად დაინტერესდნენ კალათბურთის და კალათბურთული ცხოვრებით. დღეს წყალტუბოში გსტუმრობს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ჩამოგვიტანეს ძალიან საჭირო ელექტრონული ტაბლო, რომელიც ძალიან დაგვეხმარება და გამოგვადგება, რომ წყალტუბოს სპორტის სასახლე უმასპინძლოს საშინაო მატჩებს. სრულფასოვნად აღჭურვილი იქნება ჩვენი სპორტის სასახლე საკალათბურთო მატჩების მასპინძლობისთვის. ეს მორიგი აქტივობა არის ფედერაციიდან, რომლის ყურადღებაც არ გვაკლია და სხვადასხვა ინვენტარით პერიოდულად ხდება კლუბის შევსება. მისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი კალათბურთის ფედერაციის ყველა წარმომადგენელს და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში, სადაც მორიგი ვიზიტია ეროვნული ფედერაციის და სამეგრელოს ფედერაციის წევრების. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეროვნულ კალათბურთის ფედერაციას, რადგან დღეს ზუგდიდში ჩამოიტანეს თანამედროვე სახის ტაბლო, რომელიც ზუგდიდელს მიცემს იმის საშუალებას, რომ ამხანაგური თამაშები და ტურნირებს უმასპინძლოს ამ ქალაქმა. ეს მორიგი შევსება არის ამ ქალაქში, პლუს მაგას მინდა აღვნიშნო, რომ სამეგრელოს რეგიონში უკვე ამოიწურა ტაბლოების შევსების რაოდენობა, რადგან ჩვენ ვიყავით ქალაქ-ფოთში, ჩვენ ვიყავით სენაკში და დღეს უკვე ეს საჩუქარი ვაჩუქეთ ზუგდიდელ ახალგაზრდებს. გვინდა რომ შემდეგი ჩამოსვლა იყოს კიდევ ძალიან მალე, ჩამოვიტანთ ბურთებს, ფორმებს, იმ საჭირო ეკიპირებას, რაც განავითარებს ბავშვებს სამომავლოდ. ეს ტაბლო, რომელიც მოიტანა საქართველოს ფედერაციამ, დაეხმარება ჩვენს რეგიონს ძალიან, რადგან мотиваციას გვაძლევს ანუ ესეთი წარმატებისთვის, დიდი წარმატების მიღწევა და ვარჯიშისთვის. რადგან ჩვენ ვარჯიშის ბოლოს სულ სოთო კარგად ვარჯიშობთ რაღაცა და ჩემი აზრით ძალიან დიდ წარმატებას მივახტევთ, თუ ესე გააგრძელებ და სულ გაგონებრივებს ესე ძალიან. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აგრძელებს პროექტს რეგიონული ფედერაციების განვითარების პროგრამა, რომელსაც ახორციელებთ FIBA-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ერთად. ეს მოიცავს საკალათბურთო ინვენტარის, როგორც ტაბლოების, ფარების, ბურთების და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინვენტარის ტრანსპორტირებას და ჩატანას ყველა რეგიონში, ყველა იმ ადგილზე, სადაც არის საკალათბურთო სკოლა და მიმდინარეობს საკალათბურთო აქტივობა. ჩვენ 4 წელია უკვე ვახორციელებთ ამ პროექტს, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს და აუცილებლად გავაგრძელებთ კიდევ მომავალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონული განვითარების პროექტისთვის. რეგიონში არიან ის ძალიან მაგარი და კარგი ბავშვები და ტალანტი ბავშვები, რომლებიც საჭიროა ქართული კალათბურთის შესავსებად. დღეს ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც ჩამოვიტანეთ ელექტრონული ტაბლო, FIBA სტანდარტების ელექტრონული ტაბლო, ასევე წყალტუბოში, ქუთაისში, ხარაგაულში. ეს პროგრამა გაგრძელდება ასევე და საქართველოს ყველა ქალაქში, სადაც კი იქნება საკალათბურთო აქტივობა და იქნება დარბაზი, ჩვენ ყველგან მივალთ, ყველას მივუტანთ ამ საჩუქრებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.